სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. უპირველეს ყოვლისა, ახალი წელი მოვიდა. ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ წელს სიხარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. დღეს მეგობრებო შემოგთავაზებთ ისეთ რაღაც გარკვეულ, ნაწილობრივ ექსკლუზიურ კონტენტს, ანუ დღეს ნახავთ, იქნება რაღაცა მონაწყვეტი, სრული დღე, ბიოჰაკერის ფიქრობ, რომ ესე დავაწერ, დღეს ფაქტიურად იქნება დეტალურად ყველაფერი, დილის გაღვიძებიდან საუზმე, რა დარამატები, რა IV თერაპია, შესაბამისად დავიდგი დილით და იქნება დღეს მცდელობა იმისი, რომ გარკვეულად, მე ხა იცით, ვინც ადევნებთ ჩემს სოციალურ თვალს, რომ კროსფიტით ვარ დაკავებული, მიახლოებით უკვე 9 წელზე ზევით და იყო ახლახანს რაღაც გარკვეულად ჩელენჯი იყო როგის ჩემპიონატზე თუ არ ვცდები, სადაც იყო ძალისმიერი კომპლექსი შედგებოდა, ფიქრობ რომ აქ სადმე მოვეჭოლათ ამოვიღებ, ვინც გააკეთა ყველაზე მეტი წონა ამ კომპლექსში, ბრაზილიელი ბიჭი იყო, გილერმო სახელი თუ არ ვცდები, 166 თუ 177 კილოგრამი გააკეთა, ანუ კომპლექსი შედგება მკერდზე აღებისგან, შესაბამისად მერე აკვლისგან, ისევ დაშვება უნდა მოხდეს, ფრონტალური ისევ უნდა მოხდეს ბუქნით და ისევ უნდა მოხდეს აკვრა. ვცდი მაგის რეკორდის მოხსნას და დეტალურად იქნება აღწერილი, ესე იგი, რა დანამატს ვიღებ, რა სჭამ ფაქტიურად და რაღაცა ბევრი ისეთ საინტერესო იქნება, რომ რეალურად სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. უყურეთ თუ ეჭოლოთ ბოლომდე. კიდევ ერთხელ სალამი, ფაქტიურად ჩემი დილა პირველ რიგში იწყება აბაზანის ჰიგიენით და შესაბამისად ბევრჯერ რომ მithქვია, რომ ვარ tier T-ზე. ტესტოსტერონ რეპლეისმენტ თერაპია იმას ნიშნავს, რომ მარტო ტესტოსტერონს არ ვინაცვლებთ. ხანდახან ტესტოსტერონის შემცველ თერაპიაზე თიროტროპულ ჰორმონსაც სჭირდება დახმარება, ამიტომ დილით რა თქმა უნდა წყალი და ცოტა ვიღებ ფაქტიურად ხელოვნურ T4-ს იმისთვის, რომ TSH-ი მქონდეს ნორმაში. წინ იქნება კიდე ბევრი საინტერესო. და ფაქტიურად დილის პროცედურების შემდეგ მეორე რასაც გავაკეთებ ახლა, რადგან ვთქვი, რომ უნდა სადო რაღაც გარკვეული პრახოტკა. ყველას საუკეთესო ვარიანტი, რაც შეიძლება რომ გააკეთოთ, თუ თქვათ გაქვთ ან ძიმე პრახოტკა, ან თქვათ გაქვთ შეჯიბრი, ეგ არის რომ მიახლოებით 1-3 საათით ადრე გააკეთოთ, ჩაიტაროთ IV თერაპია. IV თერაპიის არსებობს ძალიან ბევრნაირი ფაქტიურად. გააჩნია, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რა სპორტში გამოდის, თუ თქვათ არის საუბარი რაღაცა ძალისმიერ ნაწილზე, მაშინ გიპერგიდრატაცია და მაქსიმალურად ანტიგიპოქსანტები, რომლებიც უფრო გადაგვთავს ჩვენ გლიკოლიზზე, ეგ იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ფაქტიურად მე აქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული ახლა არ მაქვს. მაქვს ციტო, მაქვს აქტოვეგინი, მაქვს ფაქტიურად კიდე ინოზინი, რიბოქსინი, დილით ტვინი ვერ მუშაობს კარგად, ახალი გაგვიძებული ვარ. ვიზავთ ჩემ ჯადოს რაღაც ერთ კიდე ნოოტროპს და იქნება ცოტა ასკორბინის მჟავა. რაც შეეხება ასკორბინის მჟავას, ფაქტიურად ხშირად ხომ მომდის ხომ ამაზე კამათი ბევრთან, ეხლა როგორი სიტუაცია არის. ეს ფაქტიურად არა იმიტომ რაღაც ვიტამინი და რაღაც განსაკუთრებულს იზავს, ვიტყოდი რომ ფაქტიურად ეს კეთდება იმისთვის IV თერაპიაში, რომ უბრალოდ როგორც პრეკურსორია ეს გადამტანი რაღაცა შეთვისების ვარიანტში, ასკორბინის მჟავა ცუდი არ არის. იმ ნივთიერებების, რომლებიც იქნება შესაბამისად იქ ერთ გარკვეულ ესეთ ნატრიუმ ქლორში რა. მაგრამ ზოგადად ეხლა თქვა თამა რაღაც ანტიოქსიდანტური მოქმედება გააკეთოს თქვა, ან თქვა გაციების შემდეგ, ან თქვა მასეთ სიტუაციაში, ყველაზე ამის ოპტიმალური დოზირება იქნებოდა ალბათ მინიმუმი, თუ მივა საუბარი თქვა, აი 100 კილოგრამი ტიპზე, ვინც თქვა არის 100 კილოგრამი, ვიტყოდი გრამ-ნახევარი დაჟე 2 გრამი. და შეიძლება დაჟე იყოს მიახლოებით 3 გრამ-ნახევარი რა. ხშირად ფაქტიურად ეხლა ვინც თქვა ამის განასხვავებაზე თქვა თან დადიან რაღაცა, ამას ურევენ მიახლოებით 2 ამპულას, 3 ამპულას მეტი არ შეიძლება ვითომ. და მაგ სიტუაციაში ფაქტიურად მაგაზე არის ნერვიულად ის ვარიანტი, იმიტომ რომ ეს ჯერ ერთ მიდის ვენურად, ეგ ერთი. ტაბლეტის თქვა უფრო და რამე შუშხუნის ფორმა უფრო C ვიტამინის, ასკორბინის მჟავა. ეგ უფრო გაცილებით არის სახიფათო ვარიანტი, რომ კუჭი არ დააზიანოს თქვა დილმა რაოდენობამ რა და თუ თქვა კლასიკური ზოგადი C ვიტამინის შუშხუნები თქვა არის მიახლოებით 1 გრამი და იმას თქვა ჩვენ ჩვეულებრივ ვაგდებ წყალში, ლოგიკური არის რომ მაშინ რატო არ შეიძლება რომ თქვა ანალოგიურად გრამი და გრამნახევარი ჩვეულებრივ გამოვიყენოთ IV თერაპიაში. ამიტომ გადასხმები ძალიან ისეთი ფართო თემა არის, ანუ არ არის ახლა ნახავთ რომ მარტო B კომპლექსი რაღაცა რინგერი ხო, ყველაფერი სისულელი არის, იმიტომ რომ ეგ არის უბრალოდ წყალი. გადასხმა შეიძლება არსებობდეს დაჟე ცხიმის მწველიც, შეიძლება არსებობდეს დაჟე რაღაცა გარკვეულად ნოოტროპულიც. თქვათ დასალევის შემდეგ პახმელი ასე ეძახიან, პახმელის შემდეგ. ძალიან ბევრნაირი მოკლედ. ეს გარკვეული ისე ძალიან საინტერესო სფერო არის, ამას ვფიქრობ რომ 25 წელს განვიხილავ დახურულ Telegram ჯგუფში. კიდე იქნება ბევრი საინტერესო წინ.
და ეგ არის ფაქტიურად საუზმე. ეს საუზმე მაქვს ალბათ ბოლო ვიტყოდი 1-5 წელი შეუცვლელად. დილით ფაქტიურად ვარჯიშის წინ ჭირდება უფრო ნახშირწყალი. ჩემთვის ეს პური მიახლოებით ვიტყოდი რომ ეკვივალენტი ნახშირწყლის ალბათ 100-110 შეიძლება 115 გრამი. უეჭველი კაკაო პროტეინით, მიახლოებით 1.25-20 გრამი კაკაო და დამატებული 1.20 გრამი პროტეინი. კვერცხი 3,1 მთლიანი ფაქტიურად, მეთილენი უეჭველად, მეთილენი ლუჯი. აი ეს და ფაქტიურად ნუ ეხლა ეს რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებისთვის. მე უბრალოდ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, ჩემს პრახოტკის წინ, რას გამოვიყენებ ფაქტიურად. ბოლოში ვიტყვი დეტალურად რა მქონდა ფაქტიურად რას გამოვიყენებდი ამ მომზადებაზე და ეხლა ისეთი განსაკუთრებული არაფერი ფაქტიურად. ესე იგი, ესე გამოიყურება საპლემენტები დილაშუა დღეს აღამოს, მეთილენი, ნუ ეხლა ამ სოკოებს და ყველაფერს ახლა მეუბერავ. და ფაქტიურად ძირითადი რაზეც შეიძლება რომ ითქვას ყურადღება, ნუ ეს კლასიკურად ეს სარვები, ეს 4-ს ვიგებდი ეხლა ფაქტიურად. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. აქ არის ალბათ ვიტყოდი 1-20% დანამატების, რასაც გამოვიყენებ რა. აქ არის ისტორია ხელთ რაც არის. კი, პროვინოს გამოვიყენებ 25 მგ-ს. უბრალოდ დრაივისთვის, განწყობისთვის. ტურინაბული ეხლა მქონდა 10 მგ-ი აქ გდია. ფაქტიურად, აი გულის ფორმას რასაც დააკვირდებით, გამომახვილებ ამაზე ყურადღებას. ეს არის კარდიომაგნილი, მაგრამ კარდიომაგნილს არ გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვითომ სისხლს ათხელებს. ამას აქვს ძალიან ბევრი გარკვეული დადებითი რაც მოქმედება. უპირველეს ყოვლისა ის არის, რომ ტკივილის ცოტა ამ სინდრომს უფრო გვიყუჩებს ეგ ერთი. მეორე შესაბამისად, ლაითი ანტიგიპოქსანტი არის და ყველაზე მთავარი რაც არის, აი ამას თუ ხედავთ ოქსის ხა პრახოტკის წინ რომ ძალისმის სპორტში არ დაილიოს, ეგ არის დანაშაული ფაქტიურად და ფაქტიურად ეს ქმნის უბრალოდ შეთვისების მექანიზმს ეხმარება რამდენიღაც პროცენტით, აი გარკვეულად იქნება თქვა სარმი, ან თქვა რამე სტერიკი, ან ასე შემდეგ რა, ნუ კარდიომაგნილი რეალურად პოსტი ვფიქრობ იქნება ძალიან მაგარი, დახურულ ტელეგრამში ამაზე, ეს არის რეალურად ძალიან მაგარი ისეთი ნივთიერება, მჟავა, რომელსაც ბევრი მოქმედება აქვს. ფაქტობრივად ეგ არის რა, ეს არის საუზმე და let's go. ეგ არის let's go, ვიწყებთ გახურებას, დარბაზში ვართ ბაზაზე. არაფერი განსაკუთრებული, 100 მგ კოფეინი და ესეთი წვენი, ნახშირწყალი. დავიწყეთ გახურება.
ეგ არის ფაქტიურად მეგობრებო, ნაცნობრივ შოქში, ფაქტიურად ვიტყვი ისეთ სიტუაციას, რომ ფილოსოფიურად ახსნი ხარ რაღაც გარკვეულ ნიუანსს. ვიტყვი ბევრ ნიუანსებს. არასდროს თავის გამართლება არ მიყვარს. რა თქმა უნდა, ეხლა ფაქტიურად შეიძლება და უკეთესად ყოფილიყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ არა უშავს. ახსნი იმას, რომ დამარცხებული ვფიქრობ არა. ახსნი ნიუანსს, რომ ფაქტიურად ზუსტად აი ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ რაღაც სიტუაციაში ჩვენ მარცხს, ჩვენი მარცხი შეიძლება და უნდა აღვიქვათ როგორც საუკეთესო მასწავლებელი. ზუსტად ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში არაფერს არ ცდის, არაფერს არ აკეთებს და ზის უმოქმედოდ, იმას ცხოვრებაში არაფერი არ გამოუვა. ზუსტად ეგ არის ცხოვრების რაღაცა გარკვეული წარმატების რაღაცა გარკვეული ერთ-ერთი მომენტი, რომ როცა დამარცხდები რაღაც სიტუაციაში, შენ შესაბამისად იმას იღებ მაგ სიტუაციას როგორც რაღაცა სწავლას და უტევ მე იგივე სიტუაციას უბრალოდ უფრო გაანალიზებული, უფრო შესაბამისად იცი რა დაუში შეცდომა და რა გააკეთე. ფაქტიურად ზუსტად ეგ არის რაღაცა გარკვეული ზუსტად წარმატების ერთ-ერთი მუხტი, რომ ზუსტად მასეთი პატარა-პატარა მარცხებისგან ადამიანი რომ ახლიდან შეუტევს, ეგ არის ზუსტად ცხოვრების ვიტყოდი, რომ ალბათ კაცი შინაარსი რა ფაქტიურად. ვიტყოდი ერთ ნიუანსს, სადა ეს სიტუაცია აზრად მომივიდა, ყოველ ახალწელს ხომ ვაკეთებ რაღაცა სიახლეს, რაღაც ჩელენჯებს ხომ ვაკეთებ. მომეწონა ის, რომ 102 კილოგრამი 2024-ში რო ვცადე პირველ თუ ორ რიცხვში, მაშინ გავაკეთე 22 გამეორება. ეხლა გამომივიდა 24, 25 არ ეხლა ეგ არ იყო გაშლა რეალურად. და ვიტყვი ისეთ სიტუაციას ფაქტიოდ, რომ ხა გილერმო რა თქმა უნდა უკეთესი არის ყველანაირად. ეხლა ეგ არის კროსფიტ ათლეტი. ფაქტიოდ გამოდის მსოფლიო დონის შედეგებს აკეთებს და ძალის მიერებში ფაქტიოდ ეგ ბიჭი ალბათ ვიტყოდი რომ ნომერი 1 არის მსოფლიოში რა. ვიტყოდი კიდე იმ სიტუაციას, რომ გათვლა შეიძლება ყოფილიყო სხვანაირად გამეკეთებინა, ვთქვათ, ისე გამეკეთებინა, რომ 172 იყო, შემეძლო ისე რომ ექნა 178 მაგალითად, ანუ გამოდის რომ მაინც ჯობნიდი მიახლოებით კილოთ. მაგრამ მინდოდა მაქსიმალიზმი. მე ცხოვრობთ ვარ მაქსიმალიზმი, ეს საშუალო რაღაცა ისეთი ვარიანტები არა. მინდოდა რომ ყოფილიყო უჭვილი 170 ან 172 ესე რა ფაქტიურად. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ძალა წამართვა პირველმა რეპმა რო გადავყირავდი ვერ დავიმორჩილე თავი. და ალბათ ვიტყოდი რომ ზუსტად მიახლოებით ზედმეტ იყო 2-3 კილოგრამი ეს ბალანსის ვარიანტში ბოლოში რა. არა უშავს, მაინც მაყოფილი ვარ ფაქტიურად, თავარია რომ რა ვიცი, ჯერჯერობით არაფერი არ მტკივა. ვიტყვი როგორ ნიუანსი. მე არასდროს არავითარ შემთხვევაში არაფრის პროპაგანდას არ ვაკეთებ. რასაც მე ვლაპარაკობ, ამას ვლაპარაკობ, უბრალოდ ჩემ ექსპერიენს ვაკეთებ ისეთ კონტენტს, ვაკეთებ იმ კონტენტს, ნამდვილ კონტენტს, რაც ვარ, რასაც მე ვაკეთებ და მე ზღაპრებს არ ყოფი არასდროს, რომ მე ვარ ნატურალი, ან თქვა იმას ვიღებ, ან იმით ვარ მაგარია, ჩოლობრივი ადამიანი ვარ, რომელიც ჩოლობრივ სულ მეკითხებიან, რომ რით დაიწყო შენი ეს ვარჯიშები და რაღაცა. გასწროთ, როგორც ყველა ისეთი ვინც მივიდა თქვა თავიდან და ვისაც თავიდანვე ძალიან ჯანზე ვერ მოვიდა, რომ მივედი დარბაზში თვეების ვარჯიშის შემდეგ ფაქტიურად ჟიმს ვეწეოდი ძლივს მიახლოებით 30 კილოგრამს, როცა ამასობაში სხვა ბიჭები კაჩაობდნენ მიახლოებით 70-80 კილოგრამით და ასე შემდეგ რა. მე მივხვდი შესაბამისად, რომ რაღაცა უნდა შემეცვალო, რაღაცა მესწავლე, იმიტომ ყოველს გვაქვს გენეტიკა, არ გვაქვს ყოველს ჰალკის გენეტიკა, ყველა ვართ უმეტესი ნაწილი ვართ უფრო ჩოლობრიობები რა და ზუსტად ბიოჰაკინგის მეთოდებით და რაღაცით. შეიძლება რაღაც ის თვალენში გააკეთო, რომ შენი ბუნებრივი პოტენციალი მაქსიმალურად გამოაღვიძოს თვალენში თქვა და გააუმჯობესო. ნიუანსები ეს როგორ იყო? ვიდეოში ხო ჩანდა ფაქტობრივად რა ვჭამე, სულ კლასიკურად მასე მაქვს, ანუ მე მიმაჩნია რომ მოკლე ჯაჭვიანი კრახმალისებური ნახშირწყალი არის ყოველ საუკეთესო ვარიანტი ვარჯიშის წინ, მიახლოებით 1 საათნახევრით ადრე. ეგ არის ანგინა პური, ანგინას კარტოფილი, ანგინას ბრინჯი. всё, easy. ჭამა ნახეთ ფაქტიურად, დანამატები ნახეთ ფაქტიურად. ერთი ნიუანსი ის იყო, რომ ხო, ეხლა ამ მომენტში მაქვს ტესტს ვიკეთებ, T1 მაქვს ესე 150 მგ კვირაში, მასტერონი მაქვს მიახლოებით უბრალოდ დრაივისთვის, არავითარი პერფორმანსისთვის და რაღაცა. მაქვს მიახლოებით 80 მგ, ან თქვა რაღაც პერიოდები როცა მაქვს ვიღლები და რაღაცა, ვატყობ რომ მამას მე ბიოჰაკინგის ზონაზე ხვდები რომ მჭირდება ხოლმე. და ექსპერიმენტი იყო ის, რომ მიახლოებით 6 დღის წინ დავიწყე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სარმი, ეს 4. დავიწყე 25 მგ-იან დღეში 3 ჯერ სვავდი. მოკლე მოქმედების არის და იგილევა კი დღეში ალბათ 2 ჯერ შეიძლება 3 ჯერაც რა და უბრალოდ მაინტერესებდა ეფექტი იზავდა თუ არა, იმიტომ რომ 160 კილოგრამი მე დარბაზში ვცადე, მიახლოებით 2 კვირის წინ და გავაკეთე ერთ წონა რა და მაინტერესებდა რომ ბუმი მოხდებოდა თუ არა. და ფაქტობრივად ეგ ალბათ იყო ერთი მინუსი, რომ დამეწყო ალბათ ვიტყოდი 10 დღით ადრე ეგ სამის მიღება. და ოქსიმეთოლონი იყო ფაქტობრივად ისე რომ ოქსი რეალურად მოყვებით ჩემს რაღაცა გარკვეულ ისეთ ექსპერიენს. რო ვიყავი წლების ნაკავებული კაპტაინოვ ქრაშით, ფაქტიურად მახსოვს მაშინ რომ მქონდა ესპანდერი, რომელიც იყო მიახლოებით 2.3-იანი. მაგას ვკეტავდი, მაგრამ ძალიან გაჭირვებით და მქონდა 2.5-იანი კაპიტანი, ანუ რთული გაცილებით უფრო. და ისეთი ვარიანტი იყო, რომ მეგობარმა გამიზიარა ეგ ინფორმაცია, რომ თქვა, ოქსიმეთოლონი არის ესეთი სტეროიდი, რომელსაც რეალურად ერთი მიღების შემდეგ
აი სადღაც მიახლოებით 3-5-7% ძლიერი ხდები. და რეალურად მაშინ მიახლოებით 2 წლები 7-8 წლის წინ, 9 წლის წინ დავრწმუნდი ეგ სიტუაცია მაშინ და 10 წლის წინ მიახლოებით, რომ ოქსი ვცადე და ეს კაპტაინი ორნახევრიანი დავკეტე. ამიტომ ძალისმიერ პრახოტკის წინ ახლა ვინც თქვა ძალისმიერ სპორტზე ვარჯიშობს თქვა თან სამჭიდას სოფმენი, ყველა ბიჭებმა იცით ახლა თემა, რომ ახლა მანდ ახლა თქვენ არ გესწავლებათ ალბათ. ოქსი არის ყველაზე მაგარი თემა ფაქტიურად. ოქსი ალბათ ჯობდა რომ მიახლოებით იქნება 5 დღით ადრე ჩამერთო, ეგ ერთი ნიუანსი არის. დანარჩენი ფაქტობრივად იყო როგორ, ანუ ეს ვიდეო არის დღეს არის 4-შაბათი. დილით ოქსი იყო 50 მგ, გუშინ იყო 50 მგ, შუა დღეს 25 და საღამოს 25. ეგ იყო ფაქტიურად. არაფერი განსაკუთრებული. ფაქტიურად კმაყოფილი ვარ მაინც. კმაყოფილი ვარ, რა ვიცი, დღევანდელი დღით, ახალი წელი არის ფაქტიურად, ახალი წელი დაიწყო, ახალი გამოწვევები. მინდა მხოლოდ ერთი ის, რომ საქართველოში, ჩემს საქართველოში, რადგან მე ჩემი ქვეყანა მაგრად მიყვარს და მე მაგარი ის ვარიანტი იგულიმწყდება რაც ხდება ეხა რეულობა თბილისში მინდა რომ მშვიდობა გქონდეს წელს დავლაგდეთ და ყოველს მეგობრებო კიდევ და კიდევ გილოცავთ ახალ წელს ყველაფერი თქვენ ხელში არის მებო ყველა თვითონ ვიქნით ჩვენ ცხოვრებას რაღაცით უკმაყოფილოები ხართ ფაქტობრივად თქვენმე უნდა გააკეთოთ ეგ ყველაფერი და თქვენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და მე ფაქტიურად ვისაც რა ვიცი გინდათ თქვა გინდათ რა ვიცი თქვენი ვიტყოდი თქვენი გენეტიკის თქვა მაქსიმალურად თქვა ეს ვარიანტში რა ვიცი გაუნჯობესება და იქცეთ თქვენი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იცით როგორ მომწეროთ და მომძებნოთ თქვა რა ვიცი სადმე დაირექტში ვისაც გინდათ თქვა გინდათ პროსტო ჩაოლობრივი ცხოვრების ხარისხის გაუნჯობესება ვეხმარები უამრავ ბიჭებს ვინც დოპინგ ტესტს აბარებენ ანუ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ პერფორმანსის მხრივ შემიძლია დაგეხმაროთ ონლაინ მუშაობ გახსნილი ვალ ნებისმიერი მომძებნეთ welcome ყველას ფაქტიურად დროებით ბიოჰაკერი გემშვიდობებად და რა ვიცი კონტენტს ვფიქრობ გავაგზავნებ მოჭრილი კონტენტი ბევრი იქნება საინტერესო და ლაიქეთ აუცილებლად მეგობრებს გადაუზიარეთ ეს ვიდეო და ყველას დროებით ადიოს